გამარჯობათ, მეგობრებო, გამარჯობათ, გილოცავთ დღევანდელი დღეს მრავალ ზაისარი, მრავალ ბარბარობას ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს ვიდეოებს იწონებს, დადებით კომენტარებს მიწერს და ლაიქებს და აზიანებს. ეხლა დღეს იყო გამოგბრძანებული ბატონი ირაკლი კობახიძე, ხო სწორად ვიძახი გვაქვს ხო კობახიძე, ხო და ირიბად დაემუქრა ქართულ ხალხს. ასე თუ ისე ირიბად დაემუქრა და თქვა რომ ეს პროექტი აუცილებლად გაკეთდება. ბატონო ირაკლი, თქვენ ხალხს ქართველებს არ იცნობთ, მეთქობა როგორც დიდი ეჭვი მაქვს. თქვენ შეიძლება გვარი ქართული გაქვთ, მაგრამ შეგნება და ცნობიერება, ქართული მენტალიტეტი როგორც საერთოდ არ იცით რა არის და საფრთხედ მიგაჩნიათ, მაგრამ ქართულმა ხალხმა ერთობა შეკრა, ვერავინ ვერ გააჩინებს, ეს დამიჯერეთ, ეს ესე იქნება და ვერავინ ვერ გააჩინებს მაგას და ეს ქვეყანა თქვენი არ არის რა, ეს კარგად უნდა იცოდეთ. აქ თქვენი შვილებიც იზრდებიან, არა, თქვენი შვილები აქ არ იზრდებიან, ბოდიში ამერიკაში იზრდებიან, მაგრამ თქვენი ნათესავების შვილები ხო იზრდებიან. ბოლოში რო არის სადღაც, ბოლოში საერთოდ იმათაც რომ ყურადღებას არ აქცევთ ხო. თქვენი ნათესავების შვილებიც ხო იზრდებიან და აქ ჩვენი შვილებიც იზრდებიან. აი მე კიდე ამ ქვეყნიდან არსად არ ვაპირებ წასვლას. ასე რომ ამ ქვეყანაში არაფერი პროექტი არ განხორციელდება. აი ამას მაქსიმალურად წინააღმდეგები რადაც არ უნდა დამიჯდეს. მე პირადად ფეხზე მკიდია რა. ჩემი დღევანდელი სამსახური არის ის, რომ საქართველოს გვერდში დავდგე და აი ეს რაღაცა სიბანძე და სირობა, არაბიზაცია, რაც ხდება, არ დაუშვა საქართველოში. რა ვიცი, თქვენი ალბათ ყველას უნდა იყოს, მეგობრებო, და რაც შეეხება თქვენ ეროვნულობას და თქვენს ქართველობას მეტყველებს, ერთი ესეთი სურათები, ვიდეოები, სადაც დაიდო რომ თქვენ იმყოფებოდით ერთ-ერთი ებრაული ისა სავარაუდოდ რაღაც რელიგიური რაღაც დღესასწაულის ამბავი იყო და იქ იმყოფებოდით და თავზე გეფარათ მათი ქუდი. ესე არ შეიძლება ბატონო, არ შეიძლება ყველას იქ შევეტენოთ, სადაც ჩვენი შესატენი არ არის. იმიტომ რომ მასე ჩვენს მორალობას, ჩვენს ყველაფერს ხას უსმენთ და თვითონაც ჩვენს ქართველებს. ასე არ იქცევია ქართველი ქვეყნის პატრიოტი, ხელისუფალი. ასე არ იქცევია. მაგას არც ერთი არ გააკეთებია, რასაც თქვენ გაკეთებთ. რომ იხვედით, აიფარეთ და რა ვიცი, იქ კიდე რაში მიიღეთ მონაწილეობა ერთმანეთზე. აღარც დავინტერესებული ვარ და აღარც მაინტერესებს. მაგას არც ერთი არც ებრაელი გააკეთებს საქართველოში ჩამოვიდეს დიპლომატები და არც არავინ არ გააკეთებს მაგას რა, რომ ეკლესიაში შემოვიდა რომელიმე მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ჯვარი დაიკიდონ გულზე და ლოცვა და წირვა-ლოცვა აღავლი ზიარება მიიღონ და რა ვიცი, მთლიანად დაესწრონ და მთლიანად პატივისცენ ჩვენს რა ვიცი ყველაფერს. მაგას არავინ არ გააკეთებს, მარტო თქვენ იქცევით მას. ესე არ შეიძლება რა. ეს არის თავის დამცირება და პირველ რიგში ქვეყნის დამცირება რა. მე კიდე საკუთარი თავის და საკუთარ თავზე თქვენ უნდა ჯავრობდეთ და თქვენ უნდა აგებდეთ პასუხს და რაც შეეხება სხვა დანარჩენ. აი ეგეთი მუქარები ხალხთან არ გადაგდეთ რა. თქვენ არ ხართ იმ პოზიციაში, რომ ხალხს ემუქრებოდეთ. არ ხართ. ხალხის არის ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენი რიგითი მოქალაქეებისა. და ჩვენ უნდა შეგვეკითხოთ, სანამდე რამეს გააკეთებთ, მანამდე ჩვენ უნდა ჯობია
ქართულ ხალხს მიწებზე სახლების აშენების უფლება მისცეთ. დარეგისტრირებულ საკუთარ მიწებზე. მე ესეთი რამე არ გამიგია. ხალხს მიწებია ქაგერის ზღვაზე ხალხი რო გადახვიდეთ თბილისის ზღვის შემოგარენში რო გახვიდეთ. რასკის მიწის ნაკვეთები არ დარეგისტრირებულია ყველას თავისი პატრონით. მაგრამ რეკრეაციული ზონაა და არავის არ აძლევენ სახლის აშენების უფლებას. და ესეთ ნაბოზვარ არაბებს, რა ვიცი, მიყიდიან მიწას და მიდით გამრავლდით, იბარტყეთ ჩვენი ქართველი გოგოებით. ხარჭებად დაიყენეთ და ეგ არის და ყველაფერი აბა თქვენ იცით გაბარებთ ქვეყანას. ამ ქვეყანას თქვენ ვერავის ვერ ჩაატარებთ. სანამდე უკანასკნელი ქართველი არსებობს საქართველოში. მანამდე ამ ქვეყანაზე ვერავის ვერ ჩაატარებთ. მაშინ ყველა უნდა გაწყვიტოთ, დახოცოთ, დაიჭიროთ და დედაუდიროთ. მაგრამ მაგის ზალა ნამდვილად არ აქვს. აბა, კარგად.